რთულია თქვენთან ვისაუბროთ გარიგების გარეშე. რა ხდებოდა გარიგებაზე? მწარე მოდის. მწარე ეხლაც მოდის. თელაველებმა არ მაპატიეს, არაო. ეგრე ახალი კაცი არ მაიქცევაო და ვიცი მეთქი კაცო ეკოლელიშვილმა ქნა სადაც აზას დავაბრალეთ. მაგ კადრის დროს ნანულის უნდა ეტირა და მეჩქარებოდა ძალიან რა. უნდა მე კი არა ვარ კადრში, მაგრამ სადღაც მივდიოდით, აღარ მახსოვს ახლა ეგ ზუსტად. და ბიჭო ნანული იტირე რა, კამერა იდგა, ყველაფერი იდგა. ბიჭო იტირე ნანული, ვაიმე და მოიცა რა, ეს როლში შედიოდა რა. ეს კი ამას უტირებ ყოფას და მოპირდაპირე მხარეს იყო ხილბოსტანი თუ რაღაცა გარეთ გამოტანილი და ადავირბინე ერთ წელი ხახვი გააბჯარი შუას უკეთებ მივეპარე და თვალებში წახვს. არა გაქვს ნანახი ტუში რო ჩამოვდი. რაც მაგაზე მინერულია როგორ ჭირის. ანუ მწარე ხახვა ატირა. იტირე რა კაცო რა ვერა. შენ განაცმე ბიჭო. მე ხო ყველაფერი შენ თუ მინდა. ხო, არა, იცით რა. ეხლა ნანულისთან დასწრებით იგივე ისტორია მე გახსენებული მაქვს. გავიხსენებთ სადღაც და იმდენად ხუმრობად არის ეს მიღებული და ყოველდღიურ რეჟიმში იყო ეგ გადაღების პროცესში, რა ყოველდღე, იმიტომ რომ ხუმრობაში გამოგვივიდა ფილმი. სიმართლე რო გითხრათ და ნუ ზაზას გამოვიდა ჩვენ რა გამოგვივიდა. ჩვენ ვიყავით აი ცხოვრობდით რა არაჩვეულებრივ გარემოში, არაჩვეულებრივ ხალხთან ურთიერთობდი, არაჩვეულებრივ მეგობრები შევიძინე და რა ვიცი და პარტნიორები თავისთავად და იყო არაჩვეულებრივი ის რომ უნდა გვეცადა, ჩვენ არ გქონდა ამბიცია რომ აი კინო გადაგვეღო და უნდა გვეცადა კინო გამოგვსვლოდა და ცდაში ყველა ერთმანეთს უფრთხილდებოდა, ყველა ერთმანეთს ეფერებოდა, ერთის მაგივრად ყველა აკეთებდა იმ საქმეს და იმითო გამოვიდა. მაგარი გამოვიდა ნამდვილად. და ძალიან სასიამოვნოა, როცა კი უყურებ ყოველთვის თითქოს პირველად ნახულობ. აი ვის ოჯახშიც ვიღებდით, ეპაპა იყო იქ რა. მეო გავიგეო რომ კინოსტუდია რომ მტრის ოჯახში შევიდა. გეცა. დამეძახდა ბალღო ესედა. ვიდეო, პაპა მოხვედი პაპა.